პრივილეგიაა, როდესაც ღვინის ასეთი ძლიერი ტრადიცია გაქვთ. ამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ფოტოგრაფი და ბრენდ სტრატეგიის კონსულტანტი ინფლუენსერებთან ერთად საქართველოს გასტროტურისტულ პოტენციალს გაეცნო. შუაო ვენგოროვისი, სტეფანი კიმი და ვირჯინია ნიუტონი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ. მოინახულეს კვების ობიექტები. უცხოელ ვიზიტორზე ქართველმა ხალხმა და სტუმართმოყვარეობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღე ხალხით და სტუმარ მასპინძლობით. ფიქრობ, ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიყავით ბაზარში, რესტორნებში, ვიმოგზაურეთ ღვინის რეგიონში, კახეთში, სადაც ღვინო გავსინჯეთ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ქართული სამზარეულო იმსახურებს, რომ მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. საქართველოში ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინო და ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო თქვენს ქვეყანაში. საერთაშორისო გასტროინფლუენსერებს საქართველოს გასტროტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ტრადიციულმა სამზარეულომ კონტენტ კრეატორებში დიდი აღტაცება გამოიწვია. ამბობენ, რომ ქართული კერძები აქამდეც დაუგემოვნებიათ, თუმცა ადგილობრივმა სამზარეულომ მოლოდინს გადააჭარბა. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ქართული კერძები გასინჯული მქონდა და ძალიან მომეწონა, მაგრამ საქართველოში ადგილობრივმა სამზარეულომ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მომეწონა როგორც ქართული კერძები, ასევე ღვინო, განსაკუთრებით კი ქვევრში დამზადებული ღვინო. აღტაცებული ვარ ქართული სამზარეულოთი, ქართული სანელებლები, ბოსტნეულით მომზადებული კერძები ნამდვილად გამორჩეულია. ქართულ სამზარეულოს დიდი პოტენციალი აქვს მთელ მსოფლიოში. საქართველოში პირველად ვარ, რა თქმა უნდა, ვიცოდი ღვინის საოცარი ისტორიის შესახებ, მაგრამ საქართველოში ღვინოსთან ერთად აღმოვაჩინე ყველასგან განსხვავებული ტრადიციული ტიპის კერძები. ქართული კერძების მრავალფეროვანმა ავთენტურობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გავიცანი შეფ-მზარეულები. ამ სექტორში მომუშავე ადამიანები, მე დავინახე ამ ადამიანების დიდი ენთუზიაზმი და ენერგიულობა, რომ სახელი გაუთქვან ქართულ სამზარეულოს მსოფლიოში. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და მხარს დავუჭერ საქართველოს ქართულ სამზარეულოს და ღვინოს. ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანი მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველოს სწორად პოზიციონირებაა, როგორც მაღალი ხარისხის ავთენტურ და განსხვავებულ გასტროტურისტულ მიმართულებად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უცხოელი ბლოგერების ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციით მოწვევით საქართველოს ესტუმრან საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტები და ინფლუენსერები გასტრონომიის მიმართულებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით გასტრონომიის მიმართულებით ეგრეთ წოდებულად ტრენდებს აწესებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქართველოში ვიზიტი, ის რომ გაეცნონ საქართველოს გასტრონომიის პოტენციალს, გასტროტურისტული პროდუქტის პოტენციალს. ინფლუენსერები საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო რგოლებს მოამზადებენ, რომლებსაც საკუთარ აუდიტორიას გაუზიარებენ. შედეგად ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესება გაიზრდება, რაც შესაბამისად ტურისტულ სექტორზე აისახება.